თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფესტივალი სახელწოდებით ივერია ბრილიანტი გაიმართა. საერთაშორისო კონკურს ფესტივალში 8 ქვეყნის 28 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მაყურებლის წინაშე შეზღუდული შესაძლებლობის პირები, როგორც ინდივიდუალური ნომრით, ისე ცნობილ მომღერლებთან ერთად წარსდნენ. გამარჯვებულები ადგილობრივმა და საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. გრან-პრის მფლობელები გედევან კევლიშვილი და ელენე ბერიანიძე გახდნენ. საფესტივალო კონკურსი საქართველოში მეშვიდედ ტარდება. პოლონეთიდან და უკრაინიდან პოლონეთის ფესტივალის გამარჯვებული გრან-პრი, რომელმაც საკმაოდ მაღალი რანგი აჩვენა ჯერ კიდევ პოლონეთში და შემდეგ საქართველოში ცხადია. თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოში მათი გამარჯვება მოხდა მხოლოდ პირველ ადგილზე დაჯერდნენ, რადგან ქართველმა მომღერალმა გედევან კევლიშვილმა და ელენე ბერიანიძემ დაიკავეს გრან-პრი. ეს იყო სრულად დამსახურებული გამარჯვება მათთვისაც და რა თქმა უნდა პირველი ადგილისთვისაც. კონკურსი ძალიან რთულია, იქიდან გამომდინარე რომ ძლიერი კონკურსანტები არიან და მართალი გითხრათ ჟიურის ბიჭის შეფასება, თუმცა ყველა კონკურს თავისი წესები აქვს, გამარჯვებული ერთია და მე რა თქმა უნდა ყველას ვუსურვებ წარმატებებს და გამარჯვებულს ვულოცავ. ზოგადად რაც შეეხება მსგავს ღონისძიებებს, ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირთა შესაძლებლობების გამოვლენისთვის და აქვე ისახება მათთვის სამომავლო პერსპექტივები. ჩემთვის ეს ფესტივალი იყო და არის უნიშნელოვანესი იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი სასიამოვნო და ბედნიერების ემოციები მომცა და ასევე გარკვეულწილად რაღაცა გარკვეული სხვა წარმატების კარებიც გამიხსნა.